ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადავიდა. ორდღიანი განხილვის შემდეგ სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ. მან დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის არის მაგალითად ირაკლი უსტოიანისა და მამუკა ფიფიას ჩვენებები. მაყურებელს შევახსენებ, რომ ირაკლი უსტოიანი პროკურატურის მხრიდან სახელდება სავარაუდო დამკვეთად ამ კონკრეტული მკვლელობის, თუმცა ის ამ დრომდე ბრალდებული არ არის. პროკურორი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება გამოძიება. როგორც დაცვის მხარე განმარტავს, ამ მოწმეების ჩვენებები იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი, რადგან ირაკლი უსტოიანი მის მიერ მიცემული ჩვენებით ადასტურებს იმას, რომ მას არ გააჩნდა არანაირი ტიპის შურისძიების მოტივი, რაც შეეხება მამუკა ფიფიას. მის მიერ მიცემული ჩვენება შეეხებოდა იმას, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესა და მოკლულ ლევან ჯანგველაძეს შორის არ არსებობდა არავითარი დავა, რომელიც შეეხებოდა ბიზნეს ინტერესებს. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, არ დააკმაყოფილა მოსამართლემ ეს კონკრეტული და სხდომის დასრულების შემდგომ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მედიასთან გააკეთა კომენტარი, რომ სასამართლომ სამართლიანობის გამოცდა და ტესტი ვერ ჩააბარა. სწორედ ასეთი იყო მისი პოზიცია სხდომის დასრულების შემდეგ. ის მოითხოვდა, რომ დაუშვებლად ეცნო სასამართლოს ბრალდების მხარის მტკიცებულება, იგულისხმება ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას მიერ მიცემული ჩვენებები, ამ კონკრეტული ორი პირის მიერ, რუსეთის მოქალაქეების მიერ მიცემული ჩვენებების შემდგომ წარუდგინეს სწორედ ბრალი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, როგორც მაშინ პროკურორი განმარტავდა და ამას ამბობდა დღესაც, ისინი საკუთარი ნებით ჩამოვიდნენ საქართველოში, მივიდნენ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, განაცხადეს, რომ იყვნენ ლევან ჯანგველაძის უახლოესი გარემოცვის წევრები, მისი მეგობრები და ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციას, კერძოდ იმას, რომ ლევან ჯანგველაძეს ჰქონდა ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან. სამწუხაროდ სამართლიანობის ტესტი სასამართლომ ვერ ჩააბარა, თუ შეიძლება უფრო სწორი იქნება არ ჩააბარა. კანონმდებლობა ტერიტორიული შეზღუდვა არ დააწესა, კიდევ ერთხელ ვიძახით. თან პლუს ამას განმარტებულია 39 მუხლით, რომ დაცვის მხარეს შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს ინფორმაცია. აღნიშნული კანონმდებლობის დანაწესის უგულვებელყოფა არის არსებითი დარღვევა. დღეს ვიხილეთ სასამართლოს მხრიდან გარკვეულწილად საქმის ფაქტობრივად დასაწყისში არსებითად მიკერძოებული გადაწყვეტილება. ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ გასაჩივრებისთვის, იმიტომ რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ვიცმევთ კილის ქალამნებს იმისათვის, რომ მართლა სამართლიანობა დავადასტუროთ. სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ნამდვილად არსებობს საქმის არსებითი განხილვის გადაცემის საფუძველი, რომ ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ და არსებით განხილვის ეტაპზე დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ კრძალავს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვებას და ამას შესაბამისი პროცედურები ჭირდება. დაცვის მხარეს არ ქონდა ეს პროცედურები დაცული, ამიტომ არსებითი დარღვევით მიიჩნია ამ მტკიცებულების მოპოვება და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარემ არ დაიცვა ის წესები, რაც დარეგულირებული არა მარტო საქართველოს სისხლის სამართლის საფუძველი კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებით და აქედან გამომდინარე ცნო დაუშვებლად ეს მტკიცებულება. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე არაერთი პირი ამ სჯავრდებული, მათ შორის გელა უძილაურს ძმებს გიორგი და დავით მიქაცეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. მას ბრალდების მხარე ედავება ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, რაც ასევე 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის ქვეყანაში არ იმყოფება და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. დიდი მადლობა დეა ბაძაღულას.